გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. ომი ფარულად. ტრამპის დესპანმა უკრაინაში მოსკოვში გენერალ კირილოვის მკვლელობა დაგმო. რა შეიძლება გამოიწვიოს თავდასხმამ? უნდობლობის კოალიცია. კანცლერი ოლაფ შოლცი პოლიტიკურ გავლენას კარგავს. რას ნიშნავს კიევისთვის და მშვიდობიანი მოლაპარაკების მომავლისთვის გერმანიაში ვადამდელი არჩევნები. რაზე მოელაპარაკა შოლცი ტრამპს? მობილიზაციის მოზიდვა. უკრაინის პრეზიდენტმა სამობილიზაციო ასაკის შემცირების აუცილებლობის შესახებ პარტნიორების საუბარს უსამართლო უწოდა. ამის შესახებ ნახეთ ჩვენს ეთერში. ტერორიზმში ბრალდება წარუდგინეს რუსეთის გენერალ კირილოვის სავარაუდო მკვლელს. 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ ახმად კურბანოვმა დაკავების შემდგომ დაკითხვაზე თქვა, რომ ის უკრაინელმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. $100,000 დაჰპირდნენ და ევროპული ქვეყნის პასპორტი. რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარის მეთაურის მოკვლის სანაცვლოდ. იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე სამშაბათს მოსკოვში რიაზანის ქუჩაზე საცხოვრებლიდან გამოსვლისას ავტომობილში ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე უკრაინულმა SBU-მ კირილოვს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტზე აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენებისთვის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამასობაში ვაშინგტონში აშშ-ს გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა, რომელიც ტრამპმა უკრაინაში სპეციალურ დესპანად დანიშნა, რუსი გენერლის მკვლელობა გააკრიტიკა და ომის წარმოების წესების დარღვევის აქტი უწოდა, რომელიც ესკალაციას აძლიერებს. როგორც კრემლი იტყობინება, ტერაქტი უზბეკეთის პრეზიდენტმაც დაგმო, რომელთანაც პუტინმა ტელეფონით ისაუბრა. მკვლელობის მოტივის და შედეგების შესახებ ვესაუბრე ვაშინგტონის ქვინსის ინსტიტუტის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელს ანატოლი ლევინს. უკრაინის მხარის ერთი მოტივი ნათელია. მათ რუსეთის ხელმძღვანელობის შეფუცხუნება უნდათ. აჩვენონ, რომ საკუთარ სახლშიც არ არიან უსაფრთხოდ. და თუ ომი გრძელდება, უმეტესი ამგვარი დარტყმა რუსეთზე ზეწოლის მოხდენისკენ იქნება მიმართული, რათა ომი შეწყვიტოს. რაც აშკარაა, უკრაინელები კერძო საუბრებში ამის შესახებ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ამით ესკალაციის გამოწვევას ცდილობენ თუ არა ნათელი არ არის, რომელიც ან მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაშლის, ან ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ გაცილებით უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას აიძულებს. ეს ჯერ ნათელი არ არის. ასევე როგორც ის თუ როგორი იქნება რუსეთის პასუხი. აშკარაა, რომ რუსეთი რაიმე სახით უპასუხებს, მაგრამ ჯერ უცნობია თუ რისი უნარი შესწევს და რამდენად შორს შეუძლია შეტოპვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჯერ ვხედავთ, რომ მაგალითად რუსეთი რაკეტა ატაკამსის და Storm Shadow-ი თავის ტერიტორიაზე დარტყმებს საკმაოდ შეკავებულად პასუხობს. რაც შეიძლება მეტყოლებდეს იმაზე, რომ მოსკოვს მდგომარეობის რადიკალურად გამწვავება არ სურს. ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაშია დაინტერესებული და არ სურს მოლაპარაკების დაწყებამდე მდგომარეობის გამწვავება. თუმცა ვნახოთ რა როგორ იქნება. აშკარაა, რომ უკრაინელებს ძლიერ აღელვებთ შესაძლებლობა იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ინტერესების ხარჯზე რუსეთის პირობებს დათანხმდება. არ ვიცით, კიევი განზრახ ცდილობს მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას თუ ძლიერ შეკავებას. თუ რუსეთი მართლაც რადიკალურად უპასუხებს, ეს მოლაპარაკებისთვის სერიოზული დაბრკოლება იქნება. თუ უკრაინის სტრატეგია არის ეს, მას არაგონივრულს უწოდებდი, ვინაიდან დრო აშკარად კიევის მხარეს არ არის. უკრაინელები შეიძლება იმედოვნებდნენ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა ტრამპის მიერ დანიშნულმა მომლაპარაკებელმა გუნდმა კელოგმა, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააორმაგებს. მაგრამ შეცდომა იქნებოდა ამაზე დაყრდნობა, ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაციაში სხვა ფიგურებიც არიან, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და შესაძლოა თავად ტრამპი, რომელიც აშკარად მზად არ არის უკრაინის უსასრულო მხარდასაჭერად. ამასთან ნათელი არ არის თუ ზუსტად რას ნიშნავს მხარდაჭერის გაორმაგება. აშშ-ს საკვანძო დარგებში უკრაინის დახმარების არსებითად გაზრდა არ შეუძლია. იმიტომ რომ მოცემულ დროს მათ ამგვარი შესაძლებლობები უბრალოდ არ აქვთ. საკუთარი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე ეს შეუძლებელია. მათ შორის საკუთარი ჯარის ჩინეთთან
შესაძლო კონფლიქტისთვის სამზადისის უზრუნველყოფა. აშშ-ს უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება შეუძლია, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად დარტყმების მიტანა შეუძლია, მაგრამ ეს უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნება. ვინაიდან ამან შეიძლება რუსეთის პირდაპირი პასუხი გამოიწვიოს დასავლეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია. უნდა დაველოდოთ თუ როგორ უპასუხებს რუსეთი მომხდარს. ასევე ამას როგორ აღიქვამს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. უკრაინელები რისკავენ თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ ისინი მოლაპარაკებების გამიზნულად ჩაშლას ცდილობენ. ეს უკიდურესად უარყოფითად იქნება აღქმული. ეთერში იყო ანატოლი ლევინის მოსაზრება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა არ უნდა აღმოუჩინოს და ხაზი გაუსვა, რომ ამასთან დაკავშირებით ბერლინს კიევისთვის ფრთოსანი რაკეტა ტაურუსის მიწოდება განზრახული არ აქვს. ორშაბათს კი ბუნდესტაგმა შოლცს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. ახლა გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გერმანიაში მომავალი პოლიტიკური ცვლილების შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ აისახება ეს გერმანიის პოზიციაზე უკრაინის მიმართ, ვესაუბრე ვაშინგტონში ბრუკინსის კვლევითი ინსტიტუტის აშშ-ს და ევროპის პროგრამების დირექტორს კონსტანცა შტელცენ-მიულერს. კონსტანცია, ახლა რას ველოდებით გერმანიისთვის? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოლაფ შოლცს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ აქვს. ასეა ეს? საზოგადოებრივი მოსაზრების გამოკითხვის შედეგი ახლა აჩვენებს, რომ გერმანიის კანცლერი შეიძლება კონსერვატორი გახდეს. ქრისტიან დემოკრატიული კავშირის მეთაური ფრიდრიხ მერცი. რაც შეეხება ოლაფ შოლცს, ის უკვე დიდი ხანია ძალზე და არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურაა, რაც მგონია საზოგადოებასთან მის მშრალ და არასანდო ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ასევე მის თავდაჯერებულობასთან. მიმაჩნია, რომ ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ გერმანიის ამომრჩეველი სულ უფრო მეტად არ ეთანხმებოდა არსებულ პოლიტიკურ რეალობას და კოალიციის პრაქტიკული საკითხების გადაჭრის უუნარობას. ამიტომაც მრავალი მათ შორის მეც ვარაუდობთ, რომ 23 თებერვლის არჩევნებში ქრისტიან დემოკრატიული კავშირის გამარჯვებული გვეყოლება, რომელსაც კოალიციისთვის უმცირე ერთი პარტნიორი დასჭირდება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვაზე დაყრდნობით, ეს შეიძლება იყოს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ვინაიდან არავინ ისურვებს ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის მუშაობას. ასევე დიდი ალბათობა არის იმისა, რომ გამარჯვებულს კოალიციაში მესამე პარტნიორიც დასჭირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი მერყევი სამთა კავშირის ჩამოყალიბება, რომლის მართვა რთული იქნება. ყველა ამ ფაქტორის და მრავალი ევროპული ქვეყნის უკრაინის მიმართ საკუთარი პოზიციის გამო, სირთულეების გათვალისწინებით ევროპა ერთიანია, მაგრამ მასში მრავალი საკითხის მიმართ არ არის ერთობა. სულ უფრო მეტ უთანხმოებას ვხედავთ იმაში, თუ როგორ უნდა მოიქცე უკრაინის ომის მიმართ. თუ გერმანიაში ახალი კოალიცია ჩამოყალიბდება, ისე როგორც მას თქვენელით, რა მნიშვნელობა ექნება ამას კიევისთვის? რთული საკითხია. გერმანიის პოლიტიკა უკრაინის მიმართ მრავალ მხრივ ახამებს, როგორც კარგ მახასიათებლებს, ისე ცუდს, რაც ზოგჯერ ამდენადმე გვანცვიფრებს. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ოლაფ შოლცი საკუთარ თავს ტრანსატლანტიკური შეხედულების ძლიერ მომხრედ მიიჩნევს და თავიდანვე მჭიდროდ ურთიერთქმედებდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან. მიმაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის განუკითხაობით გულწრფელად შეშფოთებულია. განუკითხაობით, რომელიც ამ შეჭრისა და ამ ომის განმავლობაში ყოველ კვირას ხდება. ამას გარდა გერმანიაში საზოგადოებას ძლიერ აღელვებს ის თუ რა ბედი ელის უკრაინას. მიმაჩნია, რომ ეს აღელვება საფუძვლიანია და კიდევ მრავალი დამკვირვებელი, მათ შორის მე, გერმანიის რუსეთის ენერგომატარებლებზე სწრაფმა უარმა ძლიერ გაგვაკვირვა. ამასთან ეს ჯერ კიდევ კრიზისის დასაწყისში მოხდა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში უკან დასახევი გზა არ არის. ყოველთვის არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: მოდით რუსული გაზი დავაბრუნოთ. მაგრამ ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს სრულად შეუძლებელია. ყველაზე რთული საკითხები, რომელიც ახლა ყველას წინაშე დგას, არის ის თუ სად ავიღოთ მეტი ფული უკრაინის დასახმარებლად. სად ავიღოთ მეტი იარაღი უკრაინის დასახმარებლად. ასევე ევროპული თავდაცვის წარმოების კომპლექსის გასაძლიერებლად. ყველაფერი ეს აუცილებელია როგორც უკრაინისთვის, ისე საკუთარი თავდაცვითი საჭიროებებისთვის და შეკავებისთვის. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო ხშირად ჩადიან ჰიბრიდული აგრესიის აქტებს ევროპის ტერიტორიაზე, მათ შორის გერმანიაში.
გერმანიაში. ამგვარი მოქმედებები ამ ომს ევროპასთან აახლოებს. თქვენს კითხვაზე ის თუ რა შეიძლება შეიცვალოს, თუ გერმანიაში კონსერვატორ კანცლერს აირჩევენ ფრიდრიხ მერცს. უფრო კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, მან თქვა, თუ რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორც ახლა, გერმანიამ უკრაინას შორეული მოქმედების რაკეტების მიწოდებაზე უარი აღარ უნდა უთხრას და მიაწოდოს ტაურუსი, რომელსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება იმისაგან, თუ როგორ იქცეოდა შოლცი და ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელმაც მხოლოდ ახლახან შეწყვიტა წინააღმდეგობა და უკრაინას თავისი რაკეტა ატაკამსების გამოყენების ნებართვა მისცა. რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამიზნეებზე დასარტყმელად. მხოლოდ კურსკის ოლქში, რა თქმა უნდა, და არა რუსეთის მთლიან ტერიტორიაზე. ამასთან, თუ მერცს გერმანიის კანცლერად აირჩევენ, პრობლემაზე მისი შეხედულება შეიძლება შეიცვალოს და პოზიცია შეიძლება უფრო ფრთხილი გახდეს. ამჟამინდელი კანცლერის მსგავსი, მაინც როდესაც ვიღაცას მთელი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა აკისრია და სადაზვერვო მონაცემებთან სრული წვდომა გააჩნია, სიტუაცია რამდენადმე სხვაგვარად მოჩანს. ამიტომაც ჯერჯერობით კიევისთვის შეზღუდვის მოხსნაზე რადიკალურ შემოbrunებაზე ფსონს არ გავაკეთებთ. თუმცა მიმაჩნია, რომ მერციც ასევე ტრანსატლანტიკური შეხედულების გულწრფელი მომხრეა და რუსეთის ქცევით ასევე შეშფოთებულია იმით, რაც უკრაინაში ხდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს რეალური შეზღუდვა, რომელსაც აწყდება როგორც გერმანია, ისე მთლიანად ევროპა. ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ყველაზე მეტად ვაკრიტიკებ გერმანიის ხელისუფლებაში არსებულ ამჟამინდელ კოალიციას, ეხება არა მხოლოდ იმას, რომ გერმანია პრაქტიკულად ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს იმეორებს და ისევე ფრთხილად და წინდახედულად იქცევა, რითაც შოლცი ასე ძლიერ ამაყობს. იმის გამო, რომ გერმანია ევროპაში კონსენსუსის მისაღწევად ძალისხმევას არ იჩენს, რაც კარგად გამოსდიოდა ქვეყნის წინა კანცლერს. ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რომლის გამოსწორება მოუხდება მერცს და სხვაგვარად უნდა მოიქცეს. უკვე აჩვენა, რომ ამის გაკეთებას ისურვებდა. როდესაც ახლახან იყო უკრაინაში, შემდგომ კი ვარშავაში, სადაც პოლონეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე დიდი დრო დახარჯა. ეს იმედს აჩენს. ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ სამხედრო დახმარება არ უნდა განახორციელოს. ასევე დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცები და რაკეტა ტაურუსი არ იქნება. რამდენიმე კვირის უკან თქვენ დაწერეთ, ახლა როდესაც თეთრმა სახლმა უკრაინელებს ატაკამსის გამოყენების ნებართვა მისცა, შოლცზე ტაურუსის მიწოდებისთვის ზეწოლა განახლდა. მათ შორის საკუთარი პარტიის წევრებისაგან, ხოლო მისი კატეგორიული უარი ბერლინის იზოლაციას მხოლოდ აძლიერებს. ამასთან გასულ კვირას აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის ატაკამსების გამოყენების ნებართვა გააკრიტიკა. ამ გადაწყვეტილებას სულელური უწოდა და შეიძლება მხოლოდ ვიმარჩიელოთ იმის შესახებ, გააუქმებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ტრამპი, როდესაც თანამდებობაზე დადგება. ამგვარად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შოლცის პოზიცია აშშ-ს მომავალი ადმინისტრაციის პოზიციას ემთხვევა. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ტრანსატლანტიკური პოზიციების ჩამოყალიბებებზე და შეიძლება თუ არა ამან ოლაფ შოლცის პოლიტიკური პოზიცია გააძლიეროს. იულია, ერთ საკითხში მრავალი მიმართულება გააერთიანეთ. მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში, რაც შეეხება უკრაინაში ევროპული ჯარის ყოფნას ზავის გასამყარებლად. ამის შესახებ ახლა საუბარი ძალზედ ნაადრევია. მინდა ამას ხაზი გავუსვა, ვინაიდან ესახსენეთ. ეს არის ფრანგული შეთავაზება, რომელმაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ მისი განხილვა სრულად ნაადრევია. ჯერჯერობით რუსეთი რაიმე ზავის შეთანხმების დადების სურვილს საერთოდ არ გამოხატავს და გულწრფელად რომ ვთქვათ, უმეტესმა ევროპელმა ანალიტიკოსმა ასევე შეიძლება დაადასტუროს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. გერმანია ახლა ერთი ბრიგადის ჩამოსაყალიბებლადაც კი სირთულეებს განიცდის. ლიეტუვაში განსათავსებლად, ლიეტუვის დასაცავად, თავისი ნატოს მოკავშირის, თავისი ვალდებულებების შესაბამისად. ხოლო იმისთვის, რომ უკრაინაში რამდენიმე ბრიგადა ან დივიზია გაგზავნო, თუ გახსოვთ 1998 წელს, როდესაც ნატომ კოსოვოში ჯარი გაგზავნა, 1995 წელს დეიტონის მშვიდობიანი შეთანხმების შემდეგ, კოსოვოში მშვიდობის მხარდასაჭერად იქ დივიზია გაიგზავნა. ეს არის 60,000 ქალი და კაცი სამხედრო ფორმაში, რომლებსაც სხვათა შორის გერმანელი მეთაურობდა. მაგრამ კოსოვო უკრაინასთან შედარებით ძალიან პატარა ქვეყანა. უკრაინისთვის სულ მცირე საჭიროა დივიზია და მიმაჩნია, რომ ახლა უბრალოდ ამ დივიზიის ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ გვაქვს. ეს არის პირველი პრობლემა. ამას გარდა, ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტი თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს. არჩევნები გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარდება და ყველა ვარაუდობს, რომ კოალიცია პარტიებთან მოლაპარაკებებს წარმართავს მაისამდე. ასე რომ ოლაფ შოლცი მომავალი წლის მაისამდე უმცირესობის ტექნიკური ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება. ხოლო იმის გამო, რომ ეს იქნება უმცირესობა, ის კანონების მიღებას ვერ შეძლებს
ყველაფერი ეს სახელისუფლებო კოალიციაში მოლაპარაკებების ფონზე იქნება. ყველაფერმა ამან შეიძლება ძალიან რთული მდგომარეობა შექმნას როგორც ბერლინისთვის, ისე მისი მეზობლებისთვის, ვისაც დიდი მოლოდინები გააჩნიათ. ამას გარდა ყველას გვახსოვს, რომ ახლად არჩეულ ამერიკის პრეზიდენტს ანგელა მერკელთან რთული ურთიერთობა ჰქონდა და ყველა თვლის, რომ მას გერმანიის მიმართ ეჭვები აქვს. ამიტომაც მგონია, რომ ახლა იმედოვნება იმაზე, რომ ტრამპი და შოლცი უკრაინის საკითხზე რაიმე სახით საერთო ენას იპოვნიან, სრულად უსაფუძვლოა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ჯერ ისიც კი უცნობია თუ როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ვინაიდან ამ საკითხზე ახლა ძალიან ბევრი განსხვავებული და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი განცხადება ისმის. ამ ფონზე უკრაინა და მისი მოკავშირეები ბერლინისა და ვაშინგტონის პოლიტიკის განუზღურელობის საფეხურისთვის უნდა მოემზადნონ. რაც თავისთავად შეიძლება რისკის წყარო გახდეს, იმიტომ რომ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს. ამით სავარაუდოდ ოპონენტებიც ისურვებენ, რომ ისარგებლონ რუსეთიც და სხვაებიც. მე ზუსტად ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. მგონია, რომ ყველა, ვინც უკრაინას მხარს უჭერს, ვალდებულია, რომ ამგვარ პირობებში უკრაინის მორალური მხარდაჭერის ხერხი მონახოს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მინისტრთა კაბინეტი იტყობინება, რომ ოლაფ შოლცს და დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც საერთო მოსაზრებამდე მივიდნენ იმის შესახებ, რომ უკრაინაში კონფლიქტი ზედმეტად დიდი ხანი გრძელდება და მშვიდობისთვის გზის პოვნის დრო დადგა. პარიზში დონალდ ტრამპის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინაში ევროპული ჯარის განთავსების შეთავაზება გამოთქვა. უკრაინაში უცხოური ჯარების ყოფნის საკითხი ჩნდება. პარიზში შეხვედრის შემდგომ ზელენსკი ამის შესახებ კიდევ ერთხელ ლაპარაკობდა. ამასთან ვიცით, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ამ საკითხის მიმართ განსხვავებული პოზიციებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ფორმატი შესაძლებელია, რეალისტური და სასარგებლოა დიდი პრობლემის გადაჭრის ჭრილში? და მოცემულ შემთხვევაში, როგორია პრობლემა? ნატოში შესვლა, რუსეთთან რაიმე შეთანხმების დადება. რა საკითხის გადაჭრა შეუძლია უცხოურ ჯარებს და საერთოდ არის თუ არა უკრაინაში მათი გაჩენის ალბათობა? პირველ რიგში უცხოური ჯარის განთავსების შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გარკვეული დიპლომატიური შეთანხმებები იქნება მიღწეული. თუ საბრძოლო მოქმედება გაგრძელდება, აშკარაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ძალის განთავსება ამ ჯარის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას გამოიწვევს. დაუყოვნებლივ. მგონია, რომ ახლა ამის შესახებ საუბარი არ მიდის. უცხოური ჯარის განთავსებასთან დაკავშირებული ინიციატივა მგონია არის დემონსტრაცია იმისა, რომ მრავალი ევროპელი ლიდერი, პირველ რიგში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე ბალტიის ქვეყნების ლიდერები, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მათ ესმით, რომ უკრაინა ნატოს ფორმატში უსაფრთხოების გარანტიას სათუარო მიიღებს, რაც ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ნატოში შესვლა, იმ ნაწილისაც კი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს კონტროლს ქვეშაა. ამიტომაც საერთაშორისო ჯარების განთავსება, რომელშიც ევროპული ქვეყნებიდან მსურველები შევლენ, ან ალიანსის სხვა წევრები, ეს გარკვეული სახით ამ პრობლემას გადაჭრის, რომელიც უფრო საიმედო უსაფრთხოების გარანტიის არარსებობას უკავშირდება. უკრაინის ნატოს წევრობის კონტექსტში. ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ იმისთვის, რომ ჯარის ამგვარი განთავსება იყოს ქმედუნარიანი, პირველ რიგში ამ ჯარის რაოდენობა უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ შევხედავთ იმას, თუ რამდენი ჯარი იყო განთავსებული იუგოსლავიაში კონფლიქტის დასარეგულირებლად, დავინახავთ, რომ მხოლოდ ბოსნიაში 50,000-მდე განთავსდა, ხორვატიაში 30,000, ანუ ნატოსა და გაეროს ჯარის საერთო რაოდენობა ხორვატიაში და ბოსნიაში 100,000 აღწევდა. ამასთან ეს კონფლიქტი ზომით გაცილებით მცირე იყო. შეხების ხაზის ამ კონფლიქტში მნიშვნელოვნად მცირე. ინტენსივობაც მნიშვნელოვნად მცირე იყო. ამიტომაც საუბარი იქნება არა რამდენიმე ათეულ 1000-ზე ეფექტურობისთვის. საუბარი უნდა მიდიოდეს სულ მცირე 100,000-ზე და მეტზეც კი. При том, что этот конфликт по размерам был значительно меньше, линия соприкосновения в этом конфликте была значительно меньше, интенсивность этого конфликта была значительно меньше, поэтому речь будет идти не только о нескольких десятках тысяч войск для того, чтобы это было эффективно, да, а речь должна идти как минимум о 100 тысяч, может быть даже и больше. მეორე პრობლემური მომენტი, რომელიც ამ დისკუსიის კონტექსტში რჩნდება, ეს არის მომენტი, რომელიც უკავშირდება რუსეთის თანხმობის მიღების შესაძლებლობას. თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ნატოს წევრი ქვეყნების ჯარის განთავსებისთვის.
მგონია, რომ აშკარაა, მრავალი განცხადებიდან, რომელიც ოფიციალური მოსკოვისაგან გაგვიგონია, რომ საფრანგეთთან, ან პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ან დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ჯარის განთავსება მიუღებელი იქნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს უკრაინის ნატოში არაფორმალურ შესვლას და ნატოს ჯარის ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომაც წარმოდგენა იმისა, რომ რაიმე დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რა დროსაც ნატოს წევრი ცალკეული ქვეყნის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება, ჩემთვის ახლა ძალიან რთულია. შესაძლოა საუბარი შეიძლება მიდიოდეს რაიმე შერეულ კონტინგენტზე, რომელშიც ამ ომთან პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნები არ ექნება. რუსეთი, როგორც სხვადასხვა განცხადებიდან ვიცით, ახლა აშშ-ს და სხვა დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის მხარედ მიიჩნევს, ომის მხარედ. ამის შესახებ პირდაპირ აცხადებდნენ და ამბობდნენ. ამიტომაც თუ რაიმე კომპრომისული ვარიანტის ძიება იქნება ჯარის განსათავსებლად, მაშინ სახელმწიფო, რომელიც ამ ჯარს შესთავაზებს, პირველ რიგში უნდა იყოს ისეთი, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა საომარი მოქმედებების დროს. ბოლო კვირეებია დასავლეთის მრავალი გამოცემა იტყობინება გარკვეული უთანხმოების შესახებ ვაშინგტონსა და კიევს შორის. უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის შემცირების ვაშინგტონ პოსტმა დაწერა, რომ წლის ბოლოს 200,000 ახალი სამხედროს მობილიზაციას აპირებდნენ. ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა და ზელენსკიმ სოცქსელში დაწერა, უკრაინის ჯარისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს არა სამობილიზაციო ასაკის შემცირება, არამედ იარაღის მიწოდება, მათ შორის რაკეტების. საპასუხოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვესეუს ყველა ახალბედის შეიარაღებისთვის და გასაწვრთნელად არის მზად აშშ. მაგრამ საქმე ხომ არა მხოლოდ შეიარაღებაშია. სამობილიზაციო ასაკის შემცირების საკითხი, როგორ გამოძახილს პოულობს უკრაინის საზოგადოებაში. ხედავთ, რომ მობილიზაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახლა ატარებს, საკმაოდ არაეფექტურია. აღიქმება როგორც უსამართლო უკრაინის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან. ვინაიდან მობილიზაცია პირველ რიგში მოიცავს მოსახლეობის დაუცველ შრეს, კაცებს, რომლებიც მაგალითად სოფელ რაიონებში ცხოვრობენ, რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ გარკვეული დაცვა, სოციალური დაცვა, უმუშევრები არიან. და ეს მობილიზაცია, როგორც ვხედავთ, ზოგჯერ ხშირად ძალისმიერი რესურსის მნიშვნელოვანი გამოყენებით ხდება. ანუ აიძულებენ, ქუჩებში იჭერენ. ბევრი მაგალითი ვნახეთ იმისა, თუ როგორ ხდება ეს მრავალ ქალაქში, საკმაოდ ბრუტალურად. ამიტომაც ახლა უკრაინის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ მობილიზაციის ის ფორმატი, რომელიც ბოლო 2 წელი იყო მიღებული, არის არაეფექტური და უკრაინისთვის მნიშვნელოვან რეპუტაციულ დანაკარგს იწვევს, როგორც უკრაინის შიგნით, ისე გარეთ. ვინაიდან ხალხი ხელისუფლების მიმართ ნდობას კარგავს. ისე გარეთაც, იმიტომ რომ მსოფლიოს ცუდი შთაბეჭდილება ექმნება, როდესაც ვხედავთ ამ ვიდეოს, როდესაც კაცები მიმალვას ცდილობენ. ამის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინელები საკუთარი სახელმწიფოსთვის საომრად მზად არ არიან. ამიტომაც ახლა რამდენადაც მე ვიცი, ამ პროცესის გადაფორმატირების მცდელობა მიმდინარეობს. ცდილობენ, რომ უფრო ღია გახადონ, უფრო პროგნოზირებადი უკრაინის მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში უკრაინელი კაცებისთვის და უკრაინის შიგნით სერიოზული პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს. იმასთან დაკავშირებით, თუ მოქალაქეთა რა ახალი კატეგორია, მათ შორის ასაკობრივი ცენზის შემცირება, ან ქალების ჩართვა, მოქალაქეთა რომელი ახალი კატეგორია უნდა იყოს მიწვეული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ოპოზიცია უკრაინაში, მაგალითად, პეტრ პოროშენკოსთან დაკავშირებული ოპოზიცია, აქტიურად აკრიტიკებს ქალების ჩართვის მცდელობას, აქტიურად აკრიტიკებენ ასაკობრივი ცენზის შემცირებას და აშკარაა, რომ ამგვარი მცდელობა უკრაინის საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი სამობილიზაციო ფორმატის შენარჩუნების პირობებში.
мобилизационного формата. ამიტომაც მგონია, რომ თუ უკრაინა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ზელენსკის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ასაკობრივი ცენზის შემცირების შესახებ, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდგომ, რაც თავად მობილიზაციის პროცედურა არსებითად იქნება შეცვლილი. და ამგვარ ახალ პროცედურას უკრაინის საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ნდობა ექნება. მობილიზაციის ფორმატის შეცვლის გარეშე ასაკის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი სოციალური რეაქცია და შესაძლოა უკრაინის მოქალაქეთა შორის სერიოზული პროტესტიც. ეთერში იყო სერგეი კუდელი. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგჯერზე გამოთქვა აზრი დისკუსიის შესახებ. უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის შემცირების შესახებ. ზელენსკიმ არასამართლიანი ლაპარაკი უწოდა ქვეყნების მხრიდან მოწოდებას იმის შესახებ, რომ სამობილიზაციო ასაკი 18 წლამდე შეამცირონ. ამ ფონზე ადამიანის უფლებების მიმართულებით რადის უფლებამოსილმა დიმიტრი ლუბინეცმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2024 წელს ომბუდსმენის აპარატმა 4000-ზე მეტი საჩივარი მიიღო უკრაინის მოქალაქეთა მხრიდან კომისარიატის თანამშრომლების მიმართ, კერძოდ კი ძალისმიერი მობილიზაციის მიმართულებით. დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. Спокойных вам выходных. Увидимся.